ჩვენი გადაცემა ისე უგრძელდება, რაცა უნდა საოცარი იყოს. და ჩვენთან სტუდიაში ახლა შემოვლენ თეკლა გიორგაძე და თენგიზ ტოფაძე. ჩააგებოთ ტაში. აბა. მეგენაცა. როგორ გიგით? როგორ? კარგად, მადლობა. ძალიან კარგი. პირველად ბრძანდებით ჩვენთან. თეკლა პირველად არის როგორც. კი ბატონო. მივხვდით. ძალიან კარგი. თენგო იყო და მე მგონი მოიგო 1000 ლარი ხო? 1000 ლარი მოიგო თენგო, კი. ამაშია საქმე, თქვენ რა გონიათ აბა? 1000 ლარი. 1000 ლარის წაგება. 1000 ლარის წაგება, მახო. ასე უნდა უთხრათ, თქვენც უნდა უთხრათ 1000 ლარის წაგება. თქვენ რა მოიგეთ? შეავსეთ თანგეთ, ა? დიახ. კარგად, თუ ისე რა. თეკლას უწერია. რაში მოიგებთ? რაში დახარჯეთ მოგებულ თანხასო და რავი დაკვაჭდებით რესტორანშიო და ზურა შენცო. შენც. აბა, მადლობელი ვარ. მადლობელი. რომელი ხო, რაო, თენგო წერს, შენ საყვარელი ანდაზაო, ან თუნდაც შენი მოგონილი და იცის ის, ვინც კაი ხასიათზეა. კი ბატონო, ამაშია საქმე. ჩემი იმედი აქვს. ძალიან კარგი. ხო, აბა, უნდა გქონდეთ ჩემი იმედი. რადგან ის განსაკუთრებულიაო. თეკლა რა ხნისაა, მას არ უწერია ასაკ. თეკლა ნარე კითხებიანო ასაკს ქალებსო დაწერა და მაინც დია ქალი არ არის, დია გოგონაა, გოგო. ნუ ახლა ესე თქვა, არ უნდოდა. და შეიძლება სინამდვილეში 9 და არა. ერთი წინადებით მოისყიდე წამყვანიო. რაო? ტიბეში კამფეტები მაქვსო თეკლო და ჩაინიკასთვის მწვადიო. ჩვენც გვიყვარს არა? გადაუ ჩაინი. ანუ მე დაშენ სუპრა. კამფეტები ზურასთვის და ჩაინიკასთვის მწვადი. ანუ მე დაშენ მიუსხდებით სუფრას მწვადით. კამფეტები ლალის და ბიკებს წყალი. წყალი. ძალიან კარგი. გასაგებია შემოსავალებო დავიწყოთ. კი ბატონო. ძალიან კარგი. თამაში გახლავთ 50 ლარზე, თამაშობს თეკლა და თენგიზი 1 2 და 3. უკაცრავ ზურაბიძია, რომელი კამერა მიყურებს? ყველა 6-ვე. ქუთაისელი მამიკოს გოგო გაცინეში კარგი იყო, გაიღიმა. ვინ იყო? დიაშე? დიასაც გაიღიმა. ხო, კითხა და მე სხვა რამეს ეკით გადაერთო. მე ჩავერთე კაცო, მე ამათ კი არა, რო უკარნახავ ყველაო და გადაერთო. რა თქმა უნდა, აბა რა. დიასავი რომელიღაც სტომატოლოგიურ კლინიკას უეჭველი უკეთებს რეკლამას. ყველაფერზე იცი. ამაშია საქმე. პატიცემო 50 ლარი მოგაკითხავთ. აბა მოემზადო ჟიური, თამაში გახლავთ 100 ლარზე, 1 2 და 3. ქუთაისელი მამიკოს გოგო გაცინეში გამოდის. ხო გითხარი მამა ტელევიზორში გამოგაჩენ მეთქი. თენგო ამ თამაში ფულს თუ მოვიგებთ, მე რესტორანში გპატიჟებ. ოფიციან ჩაიწერე წვადი, ფშიტი ტყემალში, ხაჭაპური, ხინგალი. ჩაინი გამოდი ხარ? გამიორმაგე. თეკლა სურაც მოდის. გავთი შე უკვე. კარგი იყო. 100 ლარი თქვენია. ძალიან კარგი. 100 ლარი თქვენია. კარგად მიდიხართ ძალიან. გავაგზავნოთ. შეგირობით თენგოს ხმა არ მოუღია. ამ ბავშვმა თავისით. ერთხელ. მე მაინც მგონია რომ რაღაცა მერე შემოვა რაღაცით. ან შეიძლება არ კონდეს საერთოდ საქმე. შეიძლება ასე არის ჩანაფიქრში. ამაშია საქმე. ძალიან კარგი. მაგრამ რაღაც რას გაიწვია? რაღაცა იმალება. მოწევრთნელის ტაქტიკა. კი ბატონო. მოემზადეთ ძლივს არ ვისწავლე ეს სიტყვა. მოემზადეთ თამაში გახლავთ 200 ლარზე. 1 2 და 3. ნახოთ მეკვლე კუნგ-ფუს დარბაზში. კარგი იყო, გაიგიმათ. აი თურმე რა როლი ქონდა? ნახეთ რა იყო ჩანაფიქრში. აი მეკვლე როგორი უნდა იყოს? მასე თუ არ შემოვა, მეკვლე არ შემოუშვა. მე მიმართავ 5-6 ჩემი მეგობრის მეკვლე ვარ. აი ესე შემოვა. განახებთ მერე. როგორ დამანებთ? ნუ რა იმეცადინე. როგორ დამანებთ? მეკვლე და შემოვალაც. დიახ. კარგი მასწავლე. ვაგრძელებ თამაში. კი ბატონო. თამაში ახლა 400 ლარზე. ახლა მარტო მეკვალი არ გიშველის.
ახლა რაღაცა ხონჩაც უნდა შემოიტანო. არის. ხო? კი ბატონო. ძალიან კარგი. მოემზადეთ. თამაში გახლავთ 400 ლარზე 1, 2 და 3. ნახოთ მეკლე კუნგ-ფუს დარბაზში. შემოვდგი ქუსლი, გვარავდეთ რუსლი. სუქანი ჩიტი. ტაქსი. კარგი. ვეღარ ვიტყვი. 400 ლარი თქვენია. გილოცავთ. კარგი იყო ძალიან. ძალიან კარგი იყო. ზუსტად ჩემზე იყო ახლა. სუკანი ჩიტი. ჩემო საყვარელო აბა, თეკლე და ხო, ჩემო რა საყვარელო თენგიც. მინდა გითხრა რა 400 ლარი მოიგეთ. მოიგე. არ წააგო. არა, მოდი. 1000 ლარზეა თამაში. დარწმუნებული ხარ? კი. გაგძელებენ. ეს რაღაც შემართება. ეს რაღაცნაირი დღე გვაქვს. მამაშია საქმე. მოემზადეთ. არავინ არ ფსა. ვიწყებთ? გადაწყვეტილება. რა უნდა? აბა, არაფერი. უნდა ითამაშოთ. თამაში გახლავთ ხალხო 1000 ლარზე. 1, 2 და 3. მოდი ნახოთ სიტუაცია პლაჟზე. ჩაინიკა სიმპათიურია. ქრივიშვილი შემდეგ. დამენახეთ. ეხლა კი ვნახოთ ბეიბი მაფიოსი. დღეს ბაღში არ მივდივარ. ჩემი მეზობელი ნათია იმდენჯერ იყო ორსულად ბოლოს მობეზდა და გათხოვდა. დურგას რომელსაც ხოლო ჩუანათითი აქვს მეგობრები ხელისაწევით არ ესალმებიან. მე და მამაჩემს კარგი ურთიერთობა არ გვაქვს. ერთმანეთს არ ველაპარაკებით, მაგრამ ხელფას როცა ვიღე მე მამაჩემს უყვარ ვარ. ეხლა კი ვნახოთ სიტუაცია მაფიოზების შეხვედრა. მოიტანე? არა. 5 ლარის გულობის და რას მაკლებია ბიძია თავს. სამწუხაროდ დამარცხდი. სამწუხაროდ დამარცხდი. მაგრამ თქვენ ისეთ კარგი მოთამაშეები ხართ, მე შემოგთავაზებთ ზარდახშებს. კი, კარგია, შევთავაზოთ. აბა ბატონო. როცა გახსნით კამერას აჩვენეთ. რომელში დევს? აბა მითხარით. აი კამერასთან დადე. ძალიან კარგი. ამაში ნახეთ. მე თვითონაც არ ვიცი. აი, ბრავო. აბა ნახეთ მეორე. მოვიცი ფესტა. მოიგეთ თქვენ და დიდი მადლობა მინდა გითხრათ მობრძანებისთვის შემოკარგებო. ძალიან კარგად ითამაშეთ, უბრალოდ გული დამწყდა. კარგი დუეტიც იყავით და ხართ. უბრალოდ გაითვალისწინეთ ის, რასაც გეუბნებით რა. თუ შესაბამისი ხუმრობები არ აგაქვთ, თორემ მე სიამოვნებით შემოგთავაზეთ და მოიგეთ გაგიმართლათ. კიდე კარგო გაგიმართლათ. ტაში დაუკრათ. კი, კარგად მე ვიტყვი. ბოლოს შევაფასებ. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. გელით რა თქმა უნდა გაშლი ხელი. ძალიან კარგი. ძალიან გამიხარდა რომ მივიღე გაცინე და მოიგეში მონაწილეობა, ცოტა ვღელავდით, მაგრამ მოვიგეთ ზარდახშების თამაში და ყველას წარმატებებს გისურვებთ. ასევე მეც გისურვებთ წარმატებებს და გისურვებთ ყველას მოგებას.